მეოთხე დღეა თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით უმუთ სოფიევი მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღის წინ ზღვაზე საცურაოდ წავიდა. მთავარ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი მოსახლეობას ფინანსური პირამიდების შესახებ აფრთხილებს. სოციალურ ქსელებში, კრიპტოაქტივებში ინვესტირებისა და მარტივად ფულის გამომუშავების შეთავაზებები ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება. მსგავსი სქემები კი შესაძლოა ახალი მონაწილეებისგან თანხის მოზიდვას ემსახურებოდეს, ამიტომ ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს ინვესტირებამდე კომპანიის სანდოობა და ლიცენზია გადაამოწმონ. თბილისში 4 პირი ჩასარიცხი აპარატის მოპარვას ცდილობდა, მათ ავტომობილით მიმალვას სცადეს, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა. ამოღებულია ნაქურდალი აპარატი, აპარატში არსებული 4000-მდე ლარი და ქურდობის მცდელობისას გამოყენებული ხელსაწყოები. დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კადიროვის 20 წლის ვაჟი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო თანამშრომლობისთვის მედლით დააჯილდოვეს. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, უმცროსმა კადიროვმა ჯილდო ურთიერთქმედების მაღალი დონისა და თანამშრომლობის განმტკიცებისთვის მიიღო. ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში შეტანილი წვლილისთვის. ადამ კადიროვს უკვე დაახლოებით 20 მედალი და ორდენი აქვს მიღებული.